დედაჩემს უნდა გავუკეთე სიურპრიზი. ამაჯობა მეგობრებო. უპროში არის მშვენიერი ამინდი და მეც მივდივარ მშვენიერ საქმეზე. უნდა წაგიყვანოთ თქვენ ჩემთან ერთად. დღეს პრაღაში მივფრინავ, მაგრამ სანამ გავფრინდები, მინდა რომ თმაში ვიღებო. ამიტომ წავიდეთ ერთად. პირველად მივდივარ უპროში თმის შესახებად. ძალიან ნერვიულობ. ჯერ 9 საათია და ნახეთ რა ცოტა ადამიანია. რაღაც ახალი სალონი ვიყავე, მინდა რომ იქ შევიღებო თმა, რამოდენიმე თვის წინ გაიხსნა და მომეწონა ძალიან გარემო, ასევე ფასებიც იყო ადეკვატური სხვა სალონებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ზოგადად ევროპაში ძალიან ძვირი ღირს მსგავსი პროცედურებით მიშეღება შეჭრა. ეხლა მაგალითად რომ გითხრათ, შეჭრაში ყველა მეუბნებოდა 50 ევროს. ამ სალონში კიდე 35 евро ღირს. თან გარემო ყველას ჯობია, აბსოლუტურად. 15 თუ 20 წუთი მაქვს ჯერ დარჩენილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ სტარბაქსში შევალ, იმიტომ რომ გვერდზია ზუსტად და ყავას დავლევ. სამწუხაროდ ძალიან ნელა მუშაობა ხოლმე ლარნაკაში და ალბათ სხვა ქალაქშიც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ აი აქ მაგალითად გზის გაკეთებას რომ დაიწყებენ, მინიმუმ 3-4 თვე ვერ ასრულებენ. ცუდი ის არის, რომ ვინც მღებავს, არ ვიცი ქალი ვინ არის და ვერ გამოვიკვლიე წესიერად. და არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ კარგი პროფესიონალი იქნება. აი ეს სალონი არის. მთელი ამბები იყო ამის გახსნასთან დაკავშირებით და ესეთი კარგი უნდა იყოს. წავიდეთ ჯერ ყავაზე. ამ ბოლო დროს ძალიან არ მიყვარს სტარბაქსი, მაგრამ რადგანაც სალონის გვერდზეა, დღეს დავლევ. სხვათა შორის ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი დესერტი. ეხლა გამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, ესეთი მოლოდინი ნამდვილად არ მქონია, მეგონა რომ აი ნორმალურად რაღაცას გამიკეთებდნენ, თავარია ცუდი არ გამოსულიყო და აღმოჩნდა რომ ძალიან კარგი, არაფრით არ ჩამოვარდება საქართველოში რა ხარისხიც გვაქვს. არ ვიცი რატო ვუყურებთ ესე სკეპტიკურად, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მომწონს აქაურების, აი კვიპროსელების ნამუშევარი, რაც სილამაზის სფეროს ეხება, აი ჭხილების გაკეთება იქნება თმის დავარცხნა, რაც არ უნდა იყოს, არ მომწონს ხოლმე. ჩემი გამოცდილება საკმაოდ ცუდია ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც ალბათ ვნერვიულობდი და აღმოჩნდა რომ ვინც შემიღება ეს ქალი არის უკრაინელი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და არის აი მართლა პროფესიონალი. თავიდანვე შევატყვე, იმიტომ რომ რაღაცები რაც ვუთხარი რომ მინდოდა ჩემი აზრებით, არ ვიცი, სულ მეორედ ვიღებავ, საიდან ვიცი ხა რაღაცები და მირჩია, რომ ესე არ გამოვიდოდა ლამაზად, ჯობდა რომ ისე გაგვეკეთებინა და მოკლედ შედეგი მივიღეთ არაჩვეულებრივი, აი ძალიან მომწონს მართლა. დამიწერეთ თქვენც როგორ მოგწონთ ეს ფერი. თითქმის იგივე ფერია, რაც ჩემი ბუნებრივი. ტონირება გავაკეთეთ, ძირები შევიღებე და დავარცხნა, რომელიც აქ რატომღაც ცალკე ფასში გადის. საქართველოში ესე არ არის. ფასებსაც გაუსმევ ხას და გეტყვით, რომ ამ სალონში ასე თუ ისე ყველაზე იაფი იყო, ვიდრე სხვა სალონებში და ღედა 35 евро ძირები შეღება. ამას ემატება ეს blow dry ეცახიან 20 евро ზევიდან და ტონირებაც 20 евро. 25. მოკლედ რა, დაახლოებით ეგეთი ფასებია, პლუს მინუს 5-10 евро შეიძლება შემიშალოს. მგონია რომ ნორმალური ფასია იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ყველგან ძალიან სიცვირი არის. კვიპროშიც კი სხვა სალონებში კიდევ ერთხელ გამოვერდები და ეხლა თუ საქართველოს ფასებს შევადარებთ და გადმოვაკონვერტირებთ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენთან ბევრად იაფია. ეს სალონი არა მარტო რაღაცა სალონი, არამედ ესთეტიკის ცენტრიც არის და ძალიან ისეთი კარგი პროცედურებიც აქვთ. IPL-ის აპარატი აქვთ. მინდა რომ ცადო ლაზერზე მისვლა, ასევე რაღაც მასაჟები და გასახდომი პროცედურები, მოკლედ მილიონი რაღაცა არის და ძალიან დიდი შენობა არის.
ლიბანელების ყოფილა და ხო, სულ ეს არის ისი გაზიარებაც მინდოდა. ეხლა უკვე ავალ სახლში გადავხედავ ჩემს ბარგს, რამე არ დამრჩეს და წავედით. ძალიან დამცხა. კარგი ამინდები გამოვიდა კუპეში. მიდივარ ფჩხერების გასაკეთებლად. 3 საათში უნდა ვიყო აეროპორტში. კარგია რომ არაფერს არ ვისმევ. მხოლოდ მოვიწესრიგებ და მალე გამომიშვებს. ნახეთ რა ამბავია. ნახევარი ქალაქია ესე და ძალიან შემოწუხებელია ყოველდღიურად და ყველგან ფეხი დავდივარ, ყველაფერი ახლოს არის და აი გიჟდები რა, ძირში დაჭრილ ფჩხილზე და თან მოწესრიგებულზე არის ძალიან ლამაზი ჩემი აზრით. აზიაში შემოვედი ახლა რომ რაღაც ნექები ვიყიდო და ნახეთ რა კარგი ფასები აქვს ყველაფერს სმარტში და თან რაღაც საინტერესო რაღაცებია. ავედით უკვე ტაქსიურად და 15 წუთში ვიქნებით აეროპორტში. ყველაზე მეტად ეგ მეყვარს, რომ ლარნაკაში ძალიან ახლოს არის აეროპორტი. ცოტა ადრე მივიდივართ, იმიტომ რომ პარკი გვაქვს და შეიძლება რიგები დაგვხდეს. გავხდით რაღაცა. Say you boss if you don't handle biz. Real men stay on 10, take care of their kids. You boys talking too much, it's time to show them in. I did shows around the globe and never took a cent. That might have went over your head, I be thinking different. I bought real estate before I went and bought the Bent. I had 10 toes when you was in your feelings. And I ain't need no record deal to touch my first million. Spending money on assets for rainy days. I'm more focused on ownership, not the fame. Grab an old long tee, then jump in the stain. We just touched down, but right back. ახლა შევეძინეთ ბილეთები ავტობუსისთვის და რო იცოდეთ, ვინც ჩამოხვალთ პრაღაში. აი ეს 30 წუთიანი, 90 წუთიანი, 24 საათიანი და 72 საათიანი არის. 72-იანი ავიღეთ ჩვენ და 350 ეს ჩეხური რამდენი იყო? 18 евро თუ რაღაც. 14 евро რამდენი ისე? 14 და 27. ხო, 14 ევროსი არის. და წინ გადავალთ 191 გვაწყობს ჩვენ პირადად. აი მოვედით ჩვენ სასტუმროშიც. აი ჩვენი ნომერი ესეთია. აქეთ არის საპრეფარეშო. ესეთი შეხვედრა უნდა ხალხო პრაღაში ზედაშვილის. მადლობა გიო. მადლობა ოპერატორს თან ბარგით რო დარბის და თან ტელეფონი. ეს ძალიან გემრიელი ბუდი, კორონას წააგავს ფერებითაც და გემოთიც ძალიან მოგვეწონა. და მინდა აღვნიშნო, რომ არის უიაფესი ეს ქალაქი. უამრავი რაღაც ვიყიდეს და სულ რაღაც 56 ლარის იყო და შესაბამისად ძალიან იაფია.